დაგიბრუნდით AI Pulse Georgias მომდევნო ეპიზოდით. ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს გიორგი კიკნაძე, full stack developer-ი, პროგრამული ინჟინერი, სტარტაპერი. დიდი ხანია ვიცნობ გიორგი კიკნაძეს და ძალიან მინდოდა ჩვენს პოდკასტში თემა ჩერჩეული მქონდა, რაც მინდოდა მასთან ერთად ვისაუბრა, მაგრამ უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ცოტა მომდევნო ეპიზოდებში გვესაუბრა ამ თემაზე. იმიტომ რომ დღეს გვინდა ვისაუბროთ ჩვენ AI აგენტების შესახებ, რადგან ალბათ ვერ წარმოვიდგენდი რამდენიმე თვის უკან გიორგი, რომ AI-ის რაღაცა დაჩრდილავდა კიდე, ასე ვთქვათ. ძალიან პოპულარული თემაა, ალბათ ყველაზე ჰაიპში ეს თემა და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თემის განხილვა და ვეცდებით მე და გიორგი, რომ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, ჩვენი ცოდნა ამ მიმართულებით, ჩვენი შეხედულებები და მე მგონი ძალიან კარგი ეპიზოდი გამოგვივა. პირველ რიგში როგორ ხარ გიორგი და მადლობა ძალიან დიდი, რომ გვეწვიე ჩვენს პოდკასტში, ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მეც სიმართლე გითხრა, ესე პირველად ვარ პოდკასტში. თემა ძალიან საინტერესო არის და მგონია რომ ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივა, ნახოთ. თავშივე რო ვთქვათ მაყურებლისთვის, მე მოგვიყვება გიორგი თავისი სტარტაპის შესახებ, მაგრამ აქვე თავშივე რო ვთქვათ, ძალიან დიდი წარმატება უნდა უსურვოთ, რადგანაც ეხლა ლანჩავს, ანუ ეხლა უშვებს პროექტს თავის სტარტაპს, რამდენიმე ერთ კვირაში უკვე თუ ორ კვირაში და ძალიან მოგვიყვება ყველაფერს დეტალურად მის შესახებ, მაგრამ აქვე ძალიან დიდი წარმატება მინდა უსურვო, იმიტომ რომ ვიცი რამდენ შრომობს ამ თემის ირგვლივ და თავის co-founder-თან ერთად რამდენი უშრომია და რამდენი ენერგია და დრო აქვს ჩადებული ამ თემაში, ეს მთელი გამოცდილება მეც ვიცი. კარგი გიორგი, მოკლედ მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ რომ დავუკონკრეტო. ამიტომ დავაპრიორიტეტე ეს თემა იდეაში მინდოდა რომ განმეხილა რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ, იმიტომ რომ მე მინდოდა მაინც რომ ხელოვნური ინტელექტი ამომიწურა ჯერ რაღაცა ხა ვერაზოს არ ამოწურა ხელოვნური ინტელექტს, მაგრამ გარკვეული საფუძვლები შემექმნა და AI აგენტებზე გადავსულიყავი ცოტა ხნის მერე. მაგრამ რომ დავაკვირდე სიტუაციას, როგორ ვითარდება, აშკარად მიბიძგა სიტუაციამ, რომ AI აგენტების თემა რაღაცნაირად უფრო დამე პრიორიტეტებინა. წეღანაც თქვი, მე თვითონვე მიკვირს, ვერ წარმოვიდგენდი გიორგი, რომ რაღაცა მომენტში, აი 6 თვის უკან ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება AI-ც კი ცოტა მოძელებული რაღაცა გამხდარიყო AI აგენტებთან შედარებით. იმიტომ რომ ყველა მთელი მსოფლიო AI აგენტებზე საუბრობს და აშკარად რაღაცა ტრენდი იცვლება უკვე ამ მიმართულებით. AI რჩება, მაგრამ აგენტების მიმართულებით იცვლება ტრენდი. აი რო დავიწყოთ თავიდან და განვიხილოთ საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, რა არის AI აგენტი საერთოდ და რაღაცნაირად გავუზიაროთ მსმენელებს ჩვენი გამოცდილებაც და შეხედულებებით. ხო, მართალია, ანუ პირველ რიგში მახსოვს, რომ პირველად როდესაც გავტესტე GPT 3.5 იყო შოკი, აბსოლუტური შოკი, იმიტომ რომ რაღაც magic იყო, როცა წერ რაღაცას და ხელოვნური ინტელექტი პასუხობს ფაქტიურად ყველა თემაზე. და მახსოვს, რომ მან მივხვდი, რომ იდეაში ძალიან ბევრი რაღაცა ავტომატიზაცია იქნებოდა შესაძლებელი. მე გამოვიდა ნუ ახალი მოდელები, ხედავთ რაღაც დაახლოებით თვეში ერთხელ გამოდის ხოლმე ახალი მოდელი და კვირაში ერთხელ რომ მივეჩვიეთ ეს რაღაც სულ ახალ მოდელებს, რო უყურებთ ძველ მოდელებს, ანუ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე როგორ ვიყენებდი საერთოდ რაღაც 3.5 ტურბოს GPT-ს როგორ ვიყენებდი, ანუ იმდენად ცუდი რეზულტატი არის იმასთან შედარებით, რაც დღეს გვაქვს. ხო, რაც შეეხება აგენტებს, აგენტები გახდა რეალურად ძალიან საინტერესო ბოლო დაახლოებით 1 წელია და ალბათ ეგრე ვიტყოდი. აგენტი რო ავხსნათ რა არის large language model-ი, რასაც ჩვენ ვეძახით AI-ის, მაგას ჩაბმული თულები, რაც ნიშნავს რომ რეალურად შეუძლია რომ გავიდეს კონტექსტიდან და გავიდეს მაგალითად ინტერნეტში, დაუკავშირდეს Google Drive-ს, Gmail-ს, კალენდარს, მონაცემთა ბაზებს, ფაილ სისტემას კომპიუტერში და გააკეთოს რაღაც კონკრეტული ოპერაციები. ეს იდეაში საშუალებას გვაძლევს იმას, რომ გამოვიდეთ ჩატის კონტექსტიდან, როცა მხოლოდ რაღაცას ვეკითხებით და პასუხობს და გადავიდეთ იმ კონტექსტში, რომ შეგვიძლია გარე სამყაროზე ზემოქმედება მოვახდინოთ. ანუ რეალურად იმას ნიშნავს, რომ აგენტი შეიძლება იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი. პირობითად ავაწყეთ აგენტი, რომელიც აი მაგალითად რო ვთქვათ, ჩვენი პროექტის პროექტ მენეჯერია. გვაქვს დაწელი რაღაც system prompt-ი, რომელიც არის ასე ვთქვათ, ისტორია აგენტის, რაზე უნდა იმუშაოს, რა არის დავალებები. ფაქტიურად იგივე
სტრუქტურა შეიძლება ვიფიქროთ, როგორც არის, რომ ვაკანსიას ვაცხადებთ და გვჭირდება პროექტ მენეჯერი ჩვენ პროექტისთვის, იმიტომ რომ იქ დავწერთ, რომ რა კვალიფიკაცია უნდა გქონდეს, რა უნდა გააკეთოს, რა არის მთავარი მიზანი და ეს აგენტი ჩავაბით პირობითად არ ვიცი ტრელოზე ან ჯირაზე და უყურებს ჩვენ ტასკებს, რაზე ვმუშაობ და მაქედან გამომდინარე აგენერირებს ახალ ტასკებს, გვიკომენტარებს ამ ტასკებზე, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ რეალურად აგენტი ხდება დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, ინსტანცია, რომელსაც შეუძლია კომუნიკაცია გარე სერვისებზე, გარე თულებზე, გარე სამყაროზე და ასე შემდეგ. თუმცა ავტომატიზაციის ინსტრუმენტებისგან განსხვავებული, რადგანაც ის შედარებით შეზღუდულია და რაღაცა ცოტა ვიწრო არეალში მოქმედებს და AI აგენტს აშკარად უფრო ფართო არეალი აქვს მოქმედებისთვის. კი, ნამდვილად ზუსტად ეგრე არის. უბრალოდ ხანდახან არის ხოლმე, რომ ეხა რადგან AI agentები ასე ვთქვათ, ძალიან ცხელი თემაა, ყველას უნდა ხოლმე, რომ ავტომატიზაციაც კი ჩაანაცვლოს AI აგენტებით. რაც აი სუსუპირველად როცა მოდიან ხოლმე რაღაც ჩემთან მაგალითად ან კონსულტაციაზე, ან უბრალოდ რაღაც აზრების გასასვლელად და რო იძახიან, რომ AI აგენტის ინტეგრაცია გვინდა, პირველი ვიწყებ იმ კითხვებით, იმ კრიტიკული კითხვებით, რომ გავარკვიო, რამდენად მართლა საჭიროა აგენტი იმისთვის. პირობითად რამოდენიმე кейსი ყოფილა, როდესაც უბრალოდ ერთ-ერთ კლიენტს ჭირდებოდა, რომ გაეკეთებინა რაღაცა პირობითად ყოველ დღე რაღაც 12 საათზე გაეკეთებინა რაღაც იმეილები და ეგზავნონ სადღაც ასე შემდეგ, ასე შემდეგ. არაფერი კრეატიულობას ეს დავალება არ მოითხოვდა, იყო სტანდარტული, რუტინული დავალება, მაგისთვის შესაძლებელია, რომ ჩვეულებრივი ავტომატიზაციის თულები გამოვიყენოთ. აბსოლუტურად ზედმეტი არის მანდ AI აგენტის ჩატენვა, ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ. თუმცა მესმის, რომ მეორე მხარე არის, რომ ყველას უნდა ხოლმე, რომ ახალი ტექნოლოგიები გამოიყენოს, გონია რომ AI აგენტი არის ტრენდსაყოლა. კი. და ყველას გონია რომ AI აგენტი არის რაღაცა ვერცხლის ტყვია, რომელიც ყველაფერს აგვარებს. არ არის AI აგენტი არის რაღაც ძალიან კონკრეტული გამოყენების სცენარები უნდა ქონდეს, სადაც მართლა კაი შედეგებს დებს. და კიდე AI აგენტები იყოფა რეალურად ორ ნაწილად, ერთი არის აგენტები, მეორე არის workflow. აგენტი რო წარმოვიდგინოთ, არის უფრო რაღაც დამოუკიდებელი, შეიძლება რაღაც გლობალური მიზანი ქონდეს და იმისთვის მიდიოდეს, მაგრამ არ აქვს ესე კონკრეტული გზა როგორ უნდა წავიდეს. და შეიძლება რაღაც მომენტში გადაუხვიოს, მაგიტო საჭიროა, ასე ვთქვათ, კონკრეტულ ლიანდაგებზე დავსვათ. და მეორე მხარეს, როდესაც გვაქვს ეს workflow, ეგ იმას ნიშნავს, რომ რაღაც კონკრეტული დავალებები გვაქვს, ძალიან ახლოს არის ავტომატიზაციასთან, თუმცა მაინც უფრო კრეატიულ შემოქმედებას მოითხოვს რაღაც დავალება შეასრულოს. პირობითად რო ვთქვათ, გაქვს რაღაც, არ ვიცი, ონლაინ მაღაზია და შეკვეთებს იღებ ონლაინ და გჭირდება customer support-ი. Customer support-ის, არ ვიცი, ასისტენტი რო დღეს აიყვანო, არ ვიცი, Upwork-ზე ალბათ სადღაც $500 დაგიჯდება. რომელიც ხო, შეიძლება ალბათ გახდეს, შეიძლება ცუდი დღე ქონდეს და ცუდი პასუხი გაცეს მომხმარებელს, ამის გამო რეპუტაცია დაუვარდეს კომპანიას, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აგენტ შეუძლია, რომ 24/7-ზე იმუშაოს. დაგიჯდება ალბათ მე-10-დი, შეიძლება მე-5-დი, არ ვიცი. $90 დღეს გადაყომოცმე. ხო, დაახლოებით ეგრე. და ზუსტად იცის შენი კომპანია რას აკეთებს, ზუსტად იცის ჩარჩოები, რა ჩარჩოებსაც არ უნდა გაცდეს. არასდროს ანუ ასე ვთქვათ, ხასიათი რადგან არ გააჩნია, ტემპი სულ დაახლოებით ერთ და იგივე არის. ანუ ადამიანი როცა ცუდ ხასიათზეა, შეიძლება ცუდი ტონის მეილი მიწეროს და ამ შემთხვევაში ეგ ფაქტორი გამორიცხულია, ავად არ ხდება, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ემოციები გამორიცხულია. ხო, ასე ვთქვათ, რაღაც ძალიან მონოტონურ დავალებებს გადასარევად ასრულებს ხოლმე. მაგიტო არის, რომ დღევანდელ დღეს აგენტების გამოყენება, სადაც ყველაზე მეტად მე პირადად მინახავს არის cold email outreach-ი, უბრალოდ რომ გავიდე პოტენციური კლიენტები მოვიზიდო, პოტენციური კლიენტების ანალიზი გავიდე ვებში მოძებნოს დაახლოებით შენ რასაც ყიდი, იქიდან გამომდინარე ვინ არის შენი target audience-ი, მოიძიოს იმეილი, მობილური ნომერი, ასე შემდეგ შეგიქმნას პოტენციური კლიენტების ბაზა. ასევე მინახავს AI აგენტები, რომლებიც გადიან გარეთ და რეკავენ და პოტენციურ კლიენტებს თავაზობენ რაღაც პროდუქციას და იმდენად კარგად არის ეს voice სისტემები აწყობილი, რომ ფაქტიურად ვერ ხვდებით განსხვავებას. ძირითადად მაგ მიმართულებით არის.
კიდე არის ცალკე ანუ ასე ვთქვათ, გააყოფილება თუ განშტოება Copilot AI აგენტების, რომელიც უფრო მოდის მე რასაც ვიყენებ ესე ყოველდღიურად არის პროგრამირების მიმართულებით. ხო, წარმოუდგენელი მგონია ეხლა მაგის გარეშე რომ დამსვა და რაღაც გავაკეთო, მგონია რომ ვეღარ გავაკეთებ, იმდენად მიჩვეული ვარ. ან დამეხარჯება 20-ჯერ მეტი დრო. მთელი აზრი ის არის, რომ როდესაც კოდს ვწერ ედიტორში, გვერდზე ჩატის ინტერფეისში მყავს AI აგენტი, საბოლოო ჯამში რომ ასე ვთქვათ, ჩავშალოთ ეს AI აგენტი როგორ მუშაობს, არის რომ უკან წერია system prompt-ი, რაც არის რაღაც master prompt-ი, სადაც წერია რომ რა არის, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა დამეხმაროს, იმ შემთხვევაში თუ რაღაცას თქო რა უნდა გააკეთოს, ასე შემდეგ. და შემიძლია რომ პირობითად რაღაც ინტერფეისზე მუშაობ ვებსაიტის და მივწერო რომ მინდა რომ რაღაც ერთი ხილვაკი მაქვს ლურჯი გამიკეთე წითელი. ან დიზაინი შემიცვალე, ან რაღაც კალენდარის ინტერფეისის კომპონენტი დამიგენერიე, ან ასე შემდეგ. ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება. მარჯვენა ხელი შენი ფაქტობრივად. მარჯვენა ხელი, კი, ნამდვილად. არის ხოლმე რაღაც მომენტები, სადაც ძალიან გამოყენებადი ვეღარ არის ხოლმე, იმიტომ რომ თუ პროექტი ძალიან კომპლექსური არის, მაგ შემთხვევაში მე პრობლემა გვაქვს ხოლმე იმასთან, რომ რაც კონტექსტი კარგად არ არის, მისამ თლიან კონტექსტს ვერ იღებს და მაგ შემთხვევაში რაღაც ჰალუცინაციებიც არის ხოლმე. თუმცა ხო, უფრო და უფრო კარგი AI აგენტების გაკეთება შეგვეძლება წლიდან წლამდე, რადგან მთავარი მანდ არის large language model-ი, ასე ვთქვათ AI, რომელიც უფრო და უფრო დაიხვეწება. აგენტებშიც ეგ არის. 90% ჩემი აზრით პრომპტი არის, რაც გვაქვს შიგნით დაწერილი. დარწმუნებული პრომპტი სმენელმა კარგად იცის რა არის. სულ მაგას ვიძახი, რომ 90% არის პრომპტი, 10% არის აგენტების ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ ხო, ინფრასტრუქტურის გამართვა ისევ AI-ით შეგვიძლია. და პრომპტის დაწერა ძალიან მნიშვნელოვანია. აგენტების შემთხვევაშიც პრომპტი დავალება ინსტრუქცია არის ყველაზე მთავარი. სხვათა შორის რაც ჩვენ ხوار გვისაუბრია ჯერ ბევრი ჩემს სამსახურზე სადაც მუშაობ ახლა, მაგრამ რა кейსიც მოყევი, რა შემთხვევაც მოყევი, ზუსტად ეგ მაგიდან ვიცოდი რა ღირდა. რეალურად ეს დროა მართლა მოსული რა. ჩემს დეპარტამენტში არა ის ბიჭი, ისე გადავიკვეთეთ რაღაცნაირად განვიხილავდით ვარიანტს, რა ვარიანტი მომსახურებისთვის, customer support-ისთვის, რა ვარიანტი შეიძლება გავგეკეთებინა და განვიხილეთ სხვადასხვა ცოტა ტრადიციული ძველმოდური ვარიანტები, დაქირავებაც ისიც, სხვადასხვა ვარიანტი, განვიხილეთ მოკლედ უშუალოდ based API-ით დაკავშირებული აპლიკაციაც და საბოლოოდ მივედით აგენტამდე, რომ ეს ბიჭი არ არის ქართველი და მოვიდა პირდაპირ და მაჩვენა და მითხრა, რომ რატომ ჩემი ხელით გავაკეთებ ამას, არ მახსოვს საიტი, მე მგონი N28 თუ N8-ი. N8-ი ხო სწორად, N8-ი და გავაკეთებო ჩემი ხელით ამასო და მოდი გავაკეთოთ ესო და ეს დროა რეალურად მოსული რა, რომ ერთი მარტივი შემთხვევა განვიხილეთ, მაგრამ კიდევ რამდენი შემთხვევა არსებობს ამის. სანამ გავაგრძელებდეთ, ცოტახანი გაგაწყვეტინებ კიდე გიორგი, ერთი რაღაცა მინდოდა კიდე დამეკონკრეტებინა მაყურებლისთვის, რომ უკეთ გასაგები იყოს. გიორგიმ ძალიან კარგად ახსნა, მაგრამ მეც დავამატებდი ასეთ რაღაცას. რო დავყოთ ძალიან მარტივად, ავტომატიზაცია, AI workflow, AI აგენტები და აგენტური AI. ეს 4 კატეგორია გამოიყოფა და ძალიან მარტივად ვეცდები მეც გიორგიმ იდეალურად ახსნა, მაგრამ დავამატებ კიდე რაღაცებს. ავტომატიზაცია ეს არის ძალიან მარტივი სხვადასხვა ინსტრუმენტის დაკავშირება ერთმანეთთან, ოღონდ კონკრეტულ task-ზე და ისეთი, რომელიც განმეორებადია და მარტივია, მაგალითად რაღაცა მართლა როგორც შენ თქვი რაღაცა email-ის გაგზავნა და არაფერი ვრცელი, AI workflow ეს წარმოადგენს გენერაციული AI-ის ინსტრუმენტებს, რომლებიც გაძლევენ რაღაცა იყენებს სამუშაო პროცესში და სამუშაო პროცესს გიმართავს, ასე ვთქვათ. AI აგენტი უკვე არის დამოუკიდებლად მოქმედი ტიპი, ასე ვთქვათ, აგენტი, რომელიც შენმაგივრად კონკრეტულ ფუნქციებს იბარებს და კონკრეტულ ფუნქციებს ასრულებს, ასე ვთქვათ. და აგენტური AI ეს სომთლად უახლესია, როცა
AI აგენტია, ოღონდ მრავალმხრივი მიმართულებით მოქმედებს, ანუ ბევრ სხვადასხვა დავალებას აერთიანებს და ბევრ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. გიორგიმ რაც თქვა, არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი. მთავარი პრობლემა აქ ტექნოლოგია კი არ არის, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ზოგი ადამიანი საერთოდ ვერ ხვდება, რომ საჭირო ამის გამოყენება და ზოგი ადამიანი ტრენდს არის უბრალოდ აყოლილი და ფიქრობს, რომ ყველაფერზე რაღაცა უმაღლესი ტექნოლოგია გამოსაყენებელი, რომელიც მართლა მარტივი ავტომატიზაციით გადაწყვეტადია, ასე ვთქვათ, მიმართავენ AI აგენტს. ამიტომ ყოველ ეპიზოდში ვიმეორებ ამას და კიდევ ერთხელ გავიმეორო. ალბათ ყველაზე მთავარი მაინც არის, რომ ჩვენი სამუშაო პროცესი ყველაზე დეტალურად გავანალიზოთ, სად გვაქვს ჩავარდნა, რომ დავინახოთ ეს სივრცეები და სად რა გვჭირდება. მთავარი არის ჩვენი სამუშაო პროცესი და იქიდან უნდა ამოვიდეთ ალბათ და იქიდან უნდა განავითაროთ ყველაფერი, ეს ერთი და მეორე ფიზიკურად უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომ AI აგენტის საჭიროება გქონდეს, ხო თუ არ ვიყენებთ, ანუ რაღაცა სხვადასხვა მრავალფეროვან ინსტრუმენტებს, ხო ფაქტია, რომ შეიძლება ფიზიკურად AI აგენტის საჭიროებაც არ გქონდეს. კარგი, რა სხვა AI აგენტის შემთხვევები იცი გიორგი, კიდე რა შეგიძლია გითხრა? აგენტებად შეგვიძლია ასევე მოვიაზროთ, თუნდაც Lovable ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია მაგ მიმართულებით და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ იდეა არის საოცარი. მთელი კომპანია არის, აღარ მახსოვს ზუსტად კომპანიის valuation-ი რამდენია ახლა, მაგრამ რაღაც 100 მილიონს ცდება, შეიძლება მილიარდამდეც არის, არ მახსოვს ზუსტად რო არ მოვიტყო, მაგრამ რაღაც ძალიან დიდი ციფრი არის. და მთელი კომპანია არის დაფუძნებული იმაზე, რომ აქვს system prompt-ი, ისეთი system prompt-ი, რომელიც რაღაც მომენტში ხვდება, რომ უნდა გაჩერდეს და დაასრულა დავალება, ანუ არ ციკლება და რაღაც უსასრულობაში არ მიდის. ძალიან კარგად შეუძლია, რომ ტექსტი გადათარგმნოს და დააგენეროს საიტი, ასე ვთქვათ, ანუ უბრალოდ web აპლიკაცია, fully functional web აპლიკაცია, სადაც შეგიძლია რაღაც რეგისტრაცია გაიარო, მონაცემთა ბაზა ჩააბა, user-ის input-ები მიიღო, ასე შემდეგ. ეს კომპანია არის 100% დაფუძნებული პრომპტზე. დანარჩენი ყველაფერი არის პერიფერია. პრომპტი მაგათ რო არ ქონდეთ კარგი, როგორი კაი დანარჩენი ინსტრუმენტებიც არ უნდა გააკეთო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, იმიტომ რომ დანარჩენი ინსტრუმენტებს ესე მარტივად რო შევხედოთ რა არის, რომ შეუძლია ფაილის ჩაწერა კომპიუტერში, პირობითად რაღაცა დიზაინის ფაილის შექმნა. შეუძლია რაღაც მონაცემთა ბაზასთან კავშირის შექმნა. შეუძლია მონაცემთა ბაზაში ცხრილების დამატება. შეუძლია რაღაც ჰოსტინგი გაგიმართოს, დომენს მიაბას და გაუშვას. მაგრამ ეს არის ყველაფერი თულები, რაც არის ირგვლივ. მაგრამ თავარი ასე ვთქვათ, ტვინი არის მაგ შემთხვევაში პრომპტი. მახსოვს რაღაც Reddit-ზე დაიდო პოსტი, სადაც დაილიქა რაღაც კურსორის, Windsurf-ის, Bolt-ის, Lovable-ის, ბევრი ეგეთი მსგავსი AI აგენტი თულების system prompt-ები და იყო სრული საგიშეთი, იმიტომ რომ ყველა საინტერესებდა, რომ როგორ წერენ, რა არის, რა მხელა არის, ყველა შემიძლია თქვა, რომ ძალიან დიდი პრომპტები არის, რაღაც იღებენ მაინც edge case-ებს, ისეთ კონკრეტულ სცენარებს, რომელიც შეიძლება რომ ესე user-მა არ იფიქროს, მაგრამ მაგამდე მიდიან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ პრომპტი არ იქნება ერთ დაждდომაში. ანუ დაუჯექი პრომპტი შევქმენი, რომელიც მუშაობს იდეალურად არის ზღაპარი. პრომპტი იქნება ისე, რომ დაუჯექი და დავწერე რაღაც საწყისი, რომ მაგალითად არ ვიცი, მინდა რომ აი დღეს მაგალითად ჩვენ შემთხვევაში ჩვენ პლატფორმაზე ვწერდი ეგეთ პრომპტს, რომ მინდა რომ guidance პრომპტი იყოს, ანუ ასე ვთქვათ, ასისტენტი პრომპტი იყოს, რომელიც დაეხმარება users რომ გაიგოს პლატფორმის ღირებულება, რა შეუძლია რომ გამოიყენოს. ანუ რაღაც დაახლოებით AI ასისტენტი ბოტივით. და დაუწყე იმით, რომ რაც მივეცი ისტორია, რომ ჩვენ რას ვაკეთებთ, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, რა არის ჩვენი ღირებულება, რა გვინდა რომ კომპანიის მისია რა არის. მან გავჩერდი, იმიტომ რომ ეხა ამ ეტაპზე ვერ ხვდები სამა წავიდე. მე რაღაც 2 საათში ვიუბრუნდი, კიდე პატარა რაღაც დავამატე. მე იმაზე გავტესტე. რამდენად გრძელი გამოდის გიორგი? ეხა სადაც ვართ ასული დაახლოებით რაღაც თუ არ ვწდები 200 ხაზამდე არის. ბევრი არ არის, ანუ ასე ვთქვათ, რაღაც დაახლოებით 1 წიგნის გვერდი, დაახლოებით ეგრე მეტი არ არის. მაგრამ კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ რეალურად სადამდეც მივდივარ, ეგ არის, რომ Lovable-ის system prompt-ი
ჩვეულებრივი წიგნის ფურცლებში რო გადავიტანოთ, არის დაახლოებით ალბათ შეიძლება 100 გვერდი რაღაც ეგრე. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ინსტრუქცია. რეალურად ბევრს არ მოწონს ხოლმე განსაკუთრებით ჩემი ინდუსტრიაში, დეველოპერების ინდუსტრიაში, რომ როცა ვიძახ ხოლმე, რომ პრომპტი ძალიან გავს კოდს. უბრალოდ ცოტა სხვანაირი მიდგომა ჭირდება, რომ დაიწეროს. კაი ფოტო მაქვს ნანახი განსხვავება ზოგადად კოდის წერისა და პრომპტის წერის. კოდი როგორ მუშაობს, რომ თუ მოხდა რაღაცა A, მოხდება B, ან თუ არ მოხდა, მოხდება რაღაც C. პრომპტის შემთხვევაში არის რა, რომ ეს ზუსტად კონკრეტულ ადგილებს ABC-ს კი არ ვიძახით, მოვხაზავთ რაღაც კონკრეტულ არეალს და ვიცით, რომ ამ არეალში უნდა ვიმოძრაოთ. და მე LLM-ი თვითონ წყვიტავს, რომ საით წავიდეს, იმიტომ რომ დაახლოებით იმ არეალის შიგნით მოქმედებს. იმ არეალის შიგნით მოქმედებს, დაახლოებით იცის ჩვენი ინტერესი საით არის, რომ რაღაც კონკრეტული რაღაც რომ ხდება, რა უნდა გააკეთოს. ლავებული ძალიან მომწონს ზუსტად მაგიტო, რომ პრომპტზე დაშენებული კომპანია, რომელმაც რაღაც საოცარი გაყიდვები, რაღაც საოცარი რაოდენობა გაყიდვები აქვთ და არ ვიცი, რამდენი იუზერი ყავთ, მაგრამ რაღაც არარეალურ რიცხვამდე ავიდნენ სულ რაღაც 1 წელიწადში ცოტა მეტში. იმიტომ რომ მართლა გავს რაღაც მართლა magic არის, იმიტომ რომ შეგიძლია ადამიანი რომელსაც კოდის წერა არ იცის, დაჯდები და 15 წუთში შეგიძლია რომ ტექსტიდან მზა ვებ აპლიკაცია გააკეთო, ხო, ნუ ძალიან ჯადოქრობა არის, მაგრამ არის. ხო. ანუ ეს პრომპტი რო კიდე ერთხელ განვმარტოთ, არა ჩვეულებრივი პრომპტი მაყურებლისთვის, ჩვეულებრივი დავალება, გიორგი, მე როგორც ხვდები და როგორც ვიცი, ნუ საუბრობს ერთ გენერალიზირებულ დიდ პრომპტზე, ანუ დავალებაზე, ინსტრუქციაზე, რომელიც აქვს AI ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს. ანუ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი დაფუძნებული არა მარტო რაღაცა ტექნიკურ კოდზე და ასე შემდეგ, არამედ იმ გენერალიზირებულ, აი წინა ეპიზოდშიც ვახსენეთ ჩვენ რომ კლოდის დიდი პრომპტიც დაილიქა რამდენიმე დღის უკან, ის არეალი, ასე ვთქვათ, სიტყვიერად გაწერილი არეალი, რომლის ფარგლებშიც ეს AI პროდუქტი, ამ შემთხვევაში ლავაბელი, რასაც გიორგი საუბრობს, მოქმედებს და აგენერირებს და გვაძლევს პასუხებს, ასე ვთქვათ, ჩვენს შემდეგ უკვე პატარა მიცემულ პრომპტებს. ანუ ეს რო არ აგვერიოს რა, ანუ ერთი დიდი პრომპტი, რაც აქვს თვითონ AI პროდუქტს და მეორე პატარა პრომპტები, რასაც ჩვენ ვაწვდით, ასე ვთქვათ, ყოველდღიური მოხმარებისთვის და მნიშვნელოვანია როგორც ის მთავარი, უпроსტად ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის გენერალიზირებული პრომპტი, იმიტომ რომ ჩვენი პრომპტები დაიხვეწება ადრე თუ გვიან რაღაცა, აი სხვათა შორის შენი სტარტაპიც ამაზეა დაფუძნებული პრომპტებზე და მე გვესაუბრე ამაზე. ხო და რაღაცნაირად დაიხვეწება ეს. კი, ანუ მთავარი არის მანდ რომ სისტემ პრომპტი რომ თქვათ არის რაღაც რეცეპტი. როგორ მივდივართ, ანუ კომპანია რას აკეთებს, როგორ უნდა გააკეთოს კონკრეტული პრობლემა როგორ უნდა მოაგვაროს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე მოდის user prompt. User prompt არის პირდაპირ გვეუბნება, რომ user-ი გადასცემს რაღაც კონკრეტულ კითხვას, დავალებას, ასე შემდეგ, რომელიც ამუშავებს system prompt-ი და იცის, რომ რა ჩარჩოებში უნდა მიიღოს ეს user prompt-ი, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა დაამუშავოს დავალება ან კითხვა და ასე ვთქვათ, რაც პატარა ჩვენი ცოდნის და გამოცდილებას ვიღებთ, ვდებთ system prompt-ში, როგორც გვინდა რომ იმუშაოს და მერე შეუძლია რომ user-ები მოვიდნენ და მაგას რაღაცები კითხონ. მაგიტომ მგონია რომ ძალიან საინტერესო არის. არის კიდე developer prompt-იც, რომელიც არის რაღაც ასე ვთქვათ master prompt-ის შემდეგ კიდე შეიძლება პატარა ფენასავით იყოს, რომელიც დამატებით რაღაც კონფიგურაციებს აძლევს system prompts. თუმცა system prompt მგონია რომ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რეალურად მაგით იღებს საუკეთესო შედეგებს. ანუ უბრალოდ მოდელი ავიღე და მოდელს პირდაპირ ვკითხე რაღაც და მიბრუნებს დიდი ალბათობით ძალიან ზოგად პასუხს. ხო, ასე ვთქვათ, system prompt-ით მიმართულებას ვაძლევთ, სად გვინდა რომ წავიდეთ. გენერალიზირებული და მთავარი ეს კი. სხვა სფეროებში სად AI აგენტების რა გამოყენების შემთხვევებს იცნობ, აი ყველაზე პრაქტიკაზე რო გადავიდეთ, უშუალოდ პრაქტიკული მაგალითები რაღაცნაირად რო გავცდეთ დეველოპერულ სფეროს და განვიხილოთ სხვადასხვა სფეროებიც. რა მინახავს? ნუ ფოტო და ვიდეო ძალიან საინტერესო არის, განსაკუთრებით
ბოლო აპდეიტი რომ OpenAI-ის როცა ქონდა როცა ფოტოების დაგენერება და Ghibli-ის ბუმი რო იყო და ყველა რო Ghibli-ის ფოტოებს აგენერირებდა, იქ იყო ალბათ ძალიან საინტერესო. Sora-გა რომელიც გააკეთა ეხა OpenAI-იმ და ძალიან საინტერესოა პოდკასტს მე ეხა დაახლოებით 2 თუ 3 დღის წინ. Chief Product Officer იყო OpenAI-ის, რომელიც ლაპარაკობდა, რომ თავიანთ ერთ-ერთი თანამშრომელი თუ მეგობარი არ მახსოვს ზუსტად იყო კინოინდუსტრიაში მუშაობდა და რაღაც sci-fi ფილმების რა ქვია ანიმაციებზე მუშაობდა. და დაკვეთებს აკეთებდნენ ხოლმე გარე კომპანიებთან და დაახლოებით რაღაც $100,000 უშვებოდათ რაღაც ისეთი სცენა, როცა რაც ხომალდი არის კოსმოსში და ჩდება რაღაც პლანეტაზე, რაღაც მარტივი მაგალითი იყო და მაგას იძახდა, რომ Sora რო ქონოდაო შეგვეძლებოდა რომ 50 ეგეთი სცენა დაგვეგენერირებინაო დაახლოებით რაღაცა 1 საათში ან 2 საათშიო და ამ ხელახოსტები თავიდან აგვერიდებინაო. რეალურად ანუ მგონია რომ ეს ყველაფერი ცვლის ინდუსტრიას. ყველა ინდუსტრიას, ანუ ეს არ მგონია რომ რაღაც კონკრეტულ ერთ ინდუსტრიას ეხება. ალბათ ყველაზე განვითარებული დღევანდელ დღეს AI უფრო არის ინჟინირინგი მიმართულებით, იმიტომ რომ პირდაპირ ვინც მუშაობენ ისინი საკუთარ თავზე მუშაობენ და თულებს აწყობენ საკუთარი თავის მარტივად მიაღწიონ დავალებებს, თუმცა მიდის ანუ ფართოვდება და ყველა ინდუსტრია შეეხება, ანუ გამორიცხულია ინდუსტრია. AI აგენტი იქნება ყველა ინდუსტრიაში და ყველა გუნდში, გარკვეულწილად. კი, აი ის ანუ ბევრი ალბათ იფიქრებს, რომ ჰაიპი არის, ასე ლაპარაკობ არის ჰაიპი, მგონია რომ ბევრს შეგრძნება აქ და გონიათ რომ რაღაც გადაივლის ეს ჰაიპი, ვეთანხმები რომ ჰაიპი არის, მაგრამ ჰაიპი ყოლად არ არის, ანუ ნამდვილად იმაზე მეტი მოხდება, ვიდრე გონია. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს knowledge workers ვისაც ეძახიან, ვინც არა ფიზიკურად, არამედ გონებრივად შრომობს, რაღაც აი ის ფენა, რომელიც არის რაღაც customer support-ი, რაღაც მარტივ დავალებებს აკეთებს, არ ჭირდება კონკრეტული სპეციალიზაცია, რომ რაღაც დავალებას შეასრულოს. ძალიან დიდი ალბათობით მაგათ ჩაანაცვლებს AI და იქნება მაგის ავტომატიზაცია, იმიტომ რომ 24 შვიდზე მუშაობს, გაცილებით იაფია, პრეტენზია არ აქვს, ხელფასის მომატება არასდროს არ უნდა, კიდევ უფრო გაიაფთება. იმდენად ბევრი პლუსი აქვს, რომ კომპანიის მფლობელისთვის აზრს კარგავს, რომ არ ვიცი, პირობითად მე და მას საქმოს, რომელიც არ უპასუხებ 5 დღეში და მაგაში გადამიხადოს პირობით რავი 1000 ლარი თვეში. შაბათ-კვირასაც იმუშავებს, ხელფასის მომატებას მოთხოვს. არის დასვენების დღეები აქვს და ასე შემდეგ. ხო, არ ვიცი, სამწუხარო რეალობა თუ კარგი რეალობა, არ ვიცი, მაგრამ მაკეთ მივდივართ, დარწმუნებული ვარ, რომ მან მივდივართ. მეორე მხარე ის არის, რომ ჯერ ვიტყვი ჰაიპი რა მიმართულებით არის. ჰაიპი არის მიმართულებით, რომ გონია რომ აგენტები ძალიან ბევრს აკეთებენ უკვე. აგენტები ჯერ აკეთებენ მინიმალურ რაღაცებს. გაცილებით მეტი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ მაგათ და ჯერ ვართ აი ასე ვთქვათ პირველ ტალღაში. მივალთ იმ მომენტამდე, როცა ვეღარ მიხვდები ვის ელაპარაკები, ადამიანს ელაპარაკები თუ აგენტს ელაპარაკები, ისე დაიხვეწებიან მოდელები. თემა ის არის, რომ ჯერ ხო რაღაცა ვერ შევძელით თვითონ AI-ის მოხმარებაშიც მაღალ საფეხურზე არ უბრალოდ მე ვფიქრობ ეგეთ რაღაცას, რომ იმდენად ექსპონენციალურად სწრაფად ვითარდება ეს ტექნოლოგია, რომ რაღაცნაირად ძალიან გვიჭერს კაცობრიობას, რომ დავეწიოთ. აი ძალიან გვიჭერს. ჩვენ უკვე დღეს აი მესამე ეპიზოდად ჩვენი პოდკასტის საუბრობთ AI აგენტებზე, როცა AI-ც კი ვერ გავწურეთ ჯერ ბოლომდე. და მართლა ეგრეა, თუნდაც ჩემ შემთხვევაში და თუნდაც სხვა შემთხვევაში არა თუ რა AI აგენტები, როცა AI-ც კი ბოლომდე თავის სიტყვა არ უთქვამს. ხო და თუმცა ნუ ცხადია მოიტანა და ანუ დრომ მოიტანა და რეალობა ასეთია, რომ AI აგენტები არსებობს უკვე და შესაბამისად ალბათ რაღაცა პარალელური პროცესი უნდა ვაწარმოოთ, რომ ერთდროულად თან AI-ისთან ჩვენი ურთიერთობა და თან რაღაცა AI აგენტების ჩამოყალიბება, რომლებიც უკვე გადაიბარებენ რაღაცა დავალებებს და რაღაცა სამსახურებს. არ ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია მანდ ზღვარიც გაივლოს, რომ აი ეს ყველაფერი არ მოხდეს რაღაცნაირად არაკომპეტენტურად და რაღაცა ცარიელად და თავისი მნიშვნელობა და დატვირთვა ქონდეს რა, რომ აი რა უნდა გადაიბაროს, რა უნდა გააკეთოს და როგორ. არის რაღაცა ხელშესახები
ხელშესახები, ასე ვთქვათ, სფეროები და მიმართულებები, სადაც უსათუოდ ვიცით, აი შენ რაც ახსენე, მომხმარებელთა მომსახურება და სხვადასხვა რაღაცა, თუნდაც ჩატბოტების კუთხით, რომელიც უკვე AI აგენტებად არიან წარმოდგენილები, მაგრამ არის ალბათ უფრო ძლიერი დავალებებით და უფრო ისეთი მასშტაბური მიმართულებებით, სადაც ჯერჯერობით, ანუ ჩვენ არ ვიცით როგორ დავუნერგოთ AI აგენტები და საერთოდ AI workflow როგორ შემოვიტანოთ. ეგეც კი ბოლომდე არ ვიცით, თუმცა აი ჯამურად რა, აი მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილება რო გავაზიარო, ალბათ ყველას თავისი პირადი გამოცდილება აქვს ამ მხრივ. რა მოხდა ბოლო 8-6 თვე, აი ბოლო 1 წელი რო ავიღოთ. თუნდაც ბოლო წელიწადნახევარი, ნუ ბოლო 1 წელი ავიღოთ. ამ 1 წელში 2 სხვადასხვა სამსახურში ვიყავი, ვიმუშავე და ვიცი ერთი სამსახურის გამოცდილება და დამოკიდებულება ხელოვნური ინტელექტისადმი. დამოკიდებულება კი არა, უბრალოდ რა სიტუაცია იყო მაგ დროს ფიზიკურად. იმიტომ რომ არ იყო იმდენად განვითარებული და არც ჰაიპში ასე ვთქვათ და არც ისეთი პოპულარული და აი ეხლა ვიცი ამ წუთში სადაც მუშაობ რა დამოკიდებულება აქვს ადამიანებს ჩემ გარშემო სხვადასხვა დეპარტამენტს და როგორი ჩართული ალბათ სხვა სამსახურებში ზუსტად ასეთი რაღაცა ხდება ჩემი აზრით არ ვიცი ხო ზუსტად ვერ ვიტყვი მაგრამ უბრალოდ აი ალბათ 90% 95% რაღაცა ფორმით მოიხმარს ხელოვნურ ინტელექტს სამუშაო პროცესში, აი ყველა აბსოლუტურად, ოღონდ ვამჩნევთან ერთ რაღაცას. ყველა თითქოს ცოტა დაბნეული მაინც. არ იცის ბოლომდე როგორ დაანერგოს სამუშაო პროცესში, ეს ერთი მომენტი. და მეორე მომენტი, ყველას, აი რო გადავთარგმნოთ ნათქვამი, ყველას აქვს AI აგენტის საჭიროებაც, რომ იცი რა, ის კი არ მინდა რომ მარტო AI დავნერგოს ჩემს პროცესში და მე ვაძლევდე დავალებებს და მაძლევდეს. არამედ რაღაცნაირად უკვე აგენტს გადავაბარო, მაგრამ ეს რაღაცნაირად გახმოვანება ამისი ვერ ხდება ჯერჯერობით სრულყოფა და არ ვიცი, ალბათ დაალაგდება ესეც რაღაცნაირად გარკვეულ ხანში და რაღაცა ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა და სამყაროში დაალაგდება და ეგ უსათუოდ ვიცი, რომ AI აგენტები რომ ჩვენ გვერდზე იქნებიან ყველა სამსახურში აბსოლუტურად, მაგაში დარწმუნებული ვარ სრულად. კი, ანუ ზოგადად გონია რომ AI აგენტები კარგი არის იმ ხრივ, რომ მონოტონური დავალებების შესრულება აღარ გვიწევს. პირობითად ისევ ჩემი ინდუსტრიიდან მოვიყვან მაგალითს, რომ რაღაც ტესტების წერა ალბათ 99% დეველოპერების ვერ იტანენ, ისე არ მოწონთ, რომ ტესტი არის, რომ რაღაც პროგრამას რო წერ, რამდენად კარგად მუშაობს და გინდა რომ გატესტო რაღაც სხვადასხვა кейსებზე და სად ფუჭდება და სად არა. არავის არ უყვარს ეგ. ფაქტიურად 99% ეგ აქვს ავტომატიზირებული, იმიტომ რომ შეგიძლია დაწერო რომ შენ ისი და გატესტვა გინდა და უკვე ანუ არ მიდიხარ და კოდს აღარ წერ მანდ, იმიტომ რომ გამზადებულ კოდს გიგენერირებს და დებს თან მithumetes ვიცით რომ ეგ რაღაც არ გადის user-თან. შეიძლება რომ აი აგვარიდოს როგორი დავალებებიც რომ პირობითად წლის ბოლოს გაქვს გასაკეთებელი ტაქსები. ნუ საქართველოში არა, მაგრამ ამერიკაში გაქვს გასაკეთებელი, ევროპაში გაქვს ტაქსის დეკლარაცია გაქვს შესავსები და უნდა არ ვიცი ამ ჩეკებში იწრომეალო, უნდა შეავსო, რამე რო აგერიოს, არ ვიცი შეიძლება მე რაღაც ჯარიმა მოგივიდეს ასე შემდეგ. ნებისმიერი ისეთი რაღაცა ბიუროკრატიული დავალება, რომელიც მონოტონურად კეთდება და ჩვენ რაღაც მენტალურ რესურსს იყენებს, მაგის სრულიად ავტომატიზაცია შეგვიძლია და ასე ვთქვათ, ეს ენერგია შეგვიძლია დავხარჯოთ უფრო რაღაც კრეატიული მიმართულებით, რომ სამსახურში ვიყოთ უფრო კრეატიულები, არ ვიცი, ოჯახთან გავატაროთ უფრო მეტი დრო, ჩვენთვის საინტერესო ჰობით დავყავდეთ და მოვიშოროთ ეს რაღაც ისეთი უაზრო, ასე ვთქვათ, ტასკები, რომელსაც რეალურად ადამიანის შესრულება არ ჭირდება. აი აბსოლუტურად გეთანხმები და აი ჩემი არგუმენტი თქვი, მე რაც მინდოდა მეთქვა და წინა ეპიზოდებში სხვადასხვა არ მithქვამს. რამდენიმე კომენტარიც დამიტოვეს ასეთი, რომ აი რა ვქნა ყველაფერი. ოღონდ რამდენიმე მართლა გულწრფელად აი უამრავი კომენტარიდან 1 თუ 2 ცალი იყო ასეთი, რომ რა ვქნათ აბა ყველაფერი გადავაბაროთ და რა ვქნა მთლიანად ჩაგვანაცვლოს და რაღაცა მსგავსი შინაარსის რაღაცა და შენ არგუმენტიც თქვი, ეგ არის ჩემი აზრით იდეალური არგუმენტი. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რაღაცა გადავაბაროთ ყველაფერი და ჩვენ გავხდეთ უსაქმურები, უქნარები და არაფერს არ მივაღწევთ. პირიქით.
ეს ჩვენი ბუსტერია რაღაცა კუთხით, ჩვენი შესაძლებლობაა, ჩვენი არეალია, რომ პირველ რიგში 10-ჯერ უფრო პროდუქტიულად გავაკეთოთ სულ ყველაფერი, უფრო დიდ მიზნებზე ორიენტირდეთ და უფრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ ის დრო, რაც დაგვეზოგება, თუნდაც უბრალოდ AI-ის გამოყენებით და თუნდაც AI აგენტების გამოყენებით, რომლებიც მართლა რაღაცა სერიოზულ დავალებებში აიღებენ პასუხისმგებლობას. თავარი არის ჩვენი მიდგომა და მენტალიტეტი ალბათ, რომ რა მენტალიტეტი გვაქვს, ჩვენ რა გვინდა, რომ რაღაცა მოვიშოროთ რაღაცები და ჩვენ წამოვწვეთ, ასე ვთქვათ, ტახტზე და არაფერი ვაკეთოთ. თუ პირიქით რაღაცები მოვიშოროთ, რაღაცა ისეთი დავალებები და ჩვენ უფრო სერიოზულ რაღაცებზე ორიენტირდეთ და უფრო სერიოზული რაღაცები გავაკეთოთ. ეს ერთი. და მეორე ესეც მენტალიტეტის თემა მგონია, რომ თუნდაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული დავალება შენი მენტალიტეტიდან გამომდინარეობს ალბათ, რომ იღებ პირდაპირ და ისე ატარებ, თუ ატარებ სიტყვაზე პირდაპირ, აი შენ ხარ მაგალითად ჩემი პროფესორი სიტყვაზე და მე სტუდენტი და რაღაცა დავალება მომეცი და პირდაპირ დავაგენერირებინე ChatGPT-ს ან Gemini-ს და პირდაპირ არც კი დავაკორექტირე, არც კი გავიაზრე არაფერი და მოგიტანე პირდაპირ შენ. ამაზე არაა საუბარი. ეს არის საშინელება, ეს არის არასწორი და ჩემი აზრით ადამიანის უპასუხისმგებლობა ზოგადად. ანუ ის არის რომ რაღაცა ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი კრეატივი, ეს კი არ გვართმევს პირიქით, გვიფართოობს, რომ უფრო მეტი შეგვიძლია ვიფიქრო, უფრო დიდ არეალებს გვიხსნის. წინა ეპიზოდის სტუმარიც ყავდა ფილოსოფოსი შოთა აზიკური, არ ვიცი რამდენად იცი და მასაც უბრალოდ ესეთი შეხედულებები ჰქონდა, რომ ანუ პირიქით ამას სივრცეები გაგვიხსნა, რომ უფრო ღრმად შევიდეთ, უფრო მეტი ველაპარაკოთ თვითონ ინტელექტს, უფრო მეტი უკეთესი დავალებები დავაგენერიროთ, უკეთესი შედეგები მივიღოთ და აქედან გამომდინარე მაგაზე ხშირად უჩნდება ხოლმე ეს კითხვა სხვადასხვა ადამიანს, მაგაზე ცალსახა ურყევი არგუმენტი არსებობს ჩემი აზრით, რომელსაც ვერაფერი გაჭრისო პირიქით, ეს კი არ გვაზარმაცებს. შეიძლება ვიღაცა გააზარმოცოს, მაგრამ ეს არასწორი მენტალიტეტის ბრალი იქნება. პირიქით, ამ უნდა გავაძლიეროს და წინ წაგვწიოს და უკეთესი გავხდეთ ჩვენც და უკეთესი გავხადოთ ჩვენი ირგვლივ სამყაროს და ჩვენი სამსახურიც და ყველაფერი აბსოლუტურად. კი, ზუსტად ეგრეა. ხო, რა მაგალითად შეგვიძლია მანდ მოვყვანოთ, რომ დავალება მაგ გასაკეთებელი რაღაც სამსახურის, რომელშიც მეხარჯება დაახლოებით 8 საათი. და ვზივარ და მთელი დღის განმავლობაში მუშაობ ამაზე და მოვურჩი, როცა AI აგენტის დახმარებით შემიძლია 1 საათში მოვურჩე, არ ვიცი, დავხარჯო 4 საათი იმაში, რომ ვისწავლო რაღაც ახალი სკილი, რომელიც უფრო მოთხოვნას გამხდის ბაზარზე და დავხარჯო კიდე 4 საათი, თუ რაღაც 3 საათი ამდენის დამრჩა იმაში, რომ არ ვიცი, პირობითად ჩემი რაღაც საით პროექტი გავაკეთო, ან თუნდაც რაღაც ჩემი ჰობით დავკავდე. ანუ რეალურად სწორედ თქვი ის, რომ მენტალიტეტზე არის. ანუ შენ მენტალიტეტი თუ არის ის, რომ მე რაღაცა საქმეს მოვურჩე და მოვიშორო და გადავაგდო და გავიქცე სადღაც, მაშინ ხო, ანუ ჩაგანაცვლებს, აუცილებლად ჩაგანაცვლებს, იმიტომ რომ დღეს ისეთი კონკურენტული გარემო არის მსოფლიოში, ანუ იმდენად მაგარი პროფესიონალები არიან და პლუს AI აგენტები იქნებიან ძალიან მალე ისეთი, რომ ერთმანეთში კონკურენცია იქნება ადამიანებსა და AI აგენტებს შორის, რომ უკვე რაც ხდება დღეს Upwork-ზე, ფაქტიურად რომ Upwork-ი აღარ მუშაობს და Upwork-ის დეველოპერები და ნებისმიერი მარკეტერები და ასე შემდეგ ყველა AI-ს იყენებენ. ძალიან კონკურენტული გარემო არის და მეტი გითხარი რა ხდება, მაქსიმუმ მე არ მოხსენდება და არ ვიცი, მაინტერესებს. ხო, Upwork-ზე რა ხდება და ნუ Upwork-ი ზოგადად იყო ყოველთვის ფრილანსერების პლატფორმა, სადაც შეგიძლია რაღაც კონტენტ რაიტერი, მარკეტერი, დეველოპერი, ფოტოგრაფი ასე შემდეგ დაიქირაო და ყოველთვის იყო გაცილებით იაფი, ვიდრე თუნდაც საქართველოში, რომ არ ვიცი, საშუალო ან დაბალი ხარისხის პროფესიონალი აგეყვანა. იმიტომ რომ ნუ სხვა ქვეყნებიდან არიან იქ და არ ვიცი, საათში შეიძლება იშოვო $5 პროგრამისტი, რომელიც არ ვიცი, დაგიწერს შეიძლება ისეთივე ხარისხის აუთპუტი მოგცეს, როგორც არ ვიცი, საქართველოში პირობითად ცოტა მაღალი, საშუალო ცოტა მაღალი, ოღონდ აქ მოგიწევს რაღაც 100-ჯერ მეტის გადახდა პირობითად. ინდოელი ან პაკისტანელი იქნება. ინდოელი ან პაკისტანელი პირობითად. ეგენი იყენებენ ყველა კიდე AI-ს და წარმოიდგინე, რომ ძალიან ჭკვიანი ხალხია. ხო, წარმოიდგინე, რომ გაცილებით მეც აკეთებენ ახლა უკვე, თან ეს marketplace-ი, freelancer-ის marketplace-ი ხდება უკვე, რომ ეგენი რა დავალებებსაც ასრულებენ, ძალიან ბევრი დავალება უკვე შესრულებადია აგენტებს შეუძლიათ, რომ იგივე დავალება შეასრულონ. როგორიც არის
არ ვიცი, ამერიკაში ტაქსების გარკვევა მაგალითად და როდის რა უნდა გადაიხადო ასე შემდეგ. აი ჩემ მაგალითს მოგიყვანთ კომპანია მაქვს დარეგისტრირებული ამერიკაში, დავარეგისტრირეთ რაღაც 6 თვის წინ თუ რაღაც, იმიტომ რომ მინდოდა Stripe-ის payment ჩამება ჩემი საიტისთვის. დავარეგისტრირე და ცოტა გაურკვევლობაში ვიყავ, იმიტომ რომ ამერიკაში არც ტაქსები ვიცი, როგორ მუშაობს, სად რა უნდა გადავიხადო, რა დეკლარაციები უნდა წარვადგინო, ასე შემდეგ. მოკლედ გავწყვიტე რომ აფროგზე ამიყვანა ვიღაც პაკისტანელი, რომელიც იყო ძალიან კაი რივიუები ჰქონდა, რომელიც კონკრეტულად Stripe-ის რაღაც LLC შეპესეს იქაურს. დეკლარაციებს გივსებდა, გეუბნებოდა რა როდის უნდა გადაიხადო. დავიწყე მიმოწერა და ეს წერს რომ რაღაცები ჩამიგდე. იცი რა, ცოტა გამიშთა ის შეგეცდება რომ არ ვიცი მეთქი ზოგადად რა დოკუმენტებსაც უგზავნი, რამდენად სენსიტიური არის, იმიტომ რომ ვერ ხვდები საერთოდ ვერაფერს. და ზუსტად მაშინ როცა რაღაც Stripe-ი გავაკეთე, Stripe-მა მაჩუქა 1 წლიანი უფასო Perplexity რაღაც Pro, რომელიც თვეში $200 ღირს. 5 ადამიანისთვის მთელი ოჯახი დავამბორდე Perplexity Pro-ზე მან და დავიწყე Perplexity-ით research-ი, რომ მე თვითონ გამერკვია რა როგორ უნდა ყოფილიყო. აქვე არ დაივიწყო, რასაც ამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია, წინა ეპიზოდში არ გვიხსენებია Perplexity არც ერთხელ და ძალიან მოკლედ ჩართო რომ გავაკეთოთ, არ დაივიწყო, ოღონდაც Perplexity არის ფაქტობრივად Gemini-ის დონის მოდელი, მაყურებელს რო ვუთხრათ, Gemini, ChatGPT, Grok-ი, Claude-ი, აი ამ დონეზე აღწევს, უბრალოდ თავისი ნიშა აქვს, გიორგიც დაამატებს ალბათ რამეს, თავისი ნიშა აქვს მოძებნილი search engine, ძებნის კუთხით, რაღაცნაირად ცდილობს იმ ბაზარზე შევიდეს, რაშიც Google-ია, Google იმდენად დომინანტია, რომ არ ვიცი, იმ დღეს ვნახე, აი დაახლოებით 10 ჯერ თუ 20 ჯერ უსწრებთ ყველაფერს აბსოლუტურად, თუმცა არის ტენდენცია კლებადი, ადამიანები ნაკლებად სერჩავენ Google-ზე და არის მატებადი ტენდენცია, რომ ხელოვნურ ინტელექტს მეტად იყენებენ და ხელოვნურ ინტელექტებს შორის ყველაზე უფრო მეტად Perplexity-ს იყენებენ, რადგანაც ყველაზე მეტად აქვს ოპტიმიზირებული, ასე ვთქვათ, ეს ძებნის ფუნქციები ყველაზე ოპტიმალურად აგენერირებს პასუხებს და აუცილებლად მე ფოტოსაც ჩაუგდებ, მაყურებელს უბრალოდ გამოვაჩენ პოდკასტში ამის და მე უფრო ღრმად განვიხილოთ შემდეგ ეპიზოდებში ამ უშუალო ინსტრუმენტებზე რო გადავალთ ამ მიმართულებასაც ღრმად განვიხილოთ უფრო ბოდიში გაწყვეტინე. არა პრობლემა. და დავიწყე მოკლედ ამ Perplexity-ის deep research-ი ეგეთი ფუნქცია, რომელიც გადის ვებში რაღაც ძალიან შეიძლება წავიდეს 9 საათი აკეთოს 9 საათი იმუშაოს და სხვადასხვა Perplexity არის მე ვთვლი რომ არის AI აგენტი ჩვეულებრივი, იმიტომ რომ აკეთებს, საკუთარ თავს კითხვებს უსვამს, იყენებს სხვადასხვა მოდელებს, დავალების შესასრულებლად გადის ვებში, პლუს ეხა დაამატეს ახალი ფიჩერები, სადაც შეგიძლია რომ რაღაც ფაილები დაგიგენერიროს, დეშბორდი შეგიქმნას ასე შემდეგ, რაღაც ძალიან მაგარი რაღაცა, ჯერ ბოლომდე სიმართლე გითხრა არ გამომიყენებია და კარგად არ ვიცი რა შესაძლებლობები აქვს. და დავიწყე მოკლედ ამის research-ი და დაახლოებით 15-დან 20 წუთამდე დამჭირდა research-ი, რომ გამეკეთებინა, რომ გამერკვია რა ტექსი როდის უნდა გადავიხადო, რა თარიღში მიწევს, ყველა ინფორმაციას თავის source-ზე მოყვება და შემეძლო რომ დამეჯერა გადავსულიყავი ოფიციალურ საიტზე და მენახად რაღაც deadline-ი როდის იყო, რამდენი real time ყველაფერი. და მან მივხვდი, რომ იდეაში ამ ადამიანმა ეხა $100 უსწრებს უნდა გადამეხადა, შეიძლება კიდე ზემოდან გადამეხადა რაღაცები, არ ვიცი, მაგრამ მინიმუმ $100 უსწრებს უნდა გადამეხადა და იმას რომ დაეხარჯა ამ დავალების შესასრულებლად, მე გავაკეთე რაღაც 15 წუთში ჩემი ხელებით და ნული ცოდნით იმ ინდუსტრიაში, იმ ქვეყნის. მაგიტომ გონია რომ მსგავს რაღაც დავალებებს ხო, ჩაანაცვლებს მსგავს პროფესიონალებს აუცილებლად AI აგენტები. განსაკუთრებით თუ არის ეს რაღაც თარგმანი, კონტენტის გენერაცია, არის პრეზენტაციების შექმნა, ბევრი მიმართულება არის, სადაც უკვე ძალიან კარგად მუშაობს მსგავსი თულები და ხო, ალბათ მაგ ყველა ადამიანმა ვინც რაღაც მაგ სფეროებში არის, უნდა თავის ცოდნის level-up-ი გააკეთონ, რაღაც ახალი რაღაცები ისწავლონ. მე თვითონაც მე რა ინდუსტრიაშიც ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტში კიდე და უფრო შემცირდება მოთხოვნა პროგრამისტების, იმიტომ რომ როგორც თქვი, რაღაც ადრე თუ ერთ პროექტში ჭირდებოდა რაღაც 10 კაცი, ეხლა ჭირდება 2 კაცი, იმიტომ რომ დანარჩენი
AI tool-ები და აგენტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შეიძლება გამოიყენო, რომელიც გეხმარება, რომ 10 კაცის საქმე აკეთო 10 კაცის საქმე აკეთო 2 კაცმა. მე ეგრე ვარ, ეხლა უყურებ ეგრე საკუთარ თავს, რომ ანუ ნაკლებად პროგრამისტის ვეძახი უკვე საკუთარ თავს უფრო რაღაც მგონია, რომ AI ორკესტრატორი ვარ, რომელიც სხვა თულებს ვიყენებ. Prompt engineer-ის, კი, ეგეც რაღაც ისე უყურებ საკუთარ თავს, რომ ეხლა ვსწავლობ უფრო რაღაც management skills-ებს, იმიტომ რომ management skills-ები, ოღონდ ნუ ადამიანის management არა, AI tool-ების და აგენტების management skills-ები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა რაღაცას აკეთებ, პრომპტს წერე თუნდაც რაღაც აგენტს რო აკეთებ, მან გჭირდება რაღაც კარგად იჩდე, გაარკვიო რომ რა დავალებას აძლევ აგენტს, რა გინდა რომ უკან მიიღო, რა სტეპები უნდა გაიაროს. ეგ ყველაფერი ზუსტად იგივეა, რომ არ ვიცი მე და შენ დავუშვდეთ ხა და რაღაც პროექტი კონდეს შენ გასაკეთებელი, შენ მუშაობდები ჩემზე და მე რო გითხრა დეტალურად რაღაც step by step რა უნდა გააკეთო იმისთვის რომ მიაღწიო რაღაც იმ სასურველ შედეგს, რომელიც ჩვენი კომპანიისთვის მომგებიანი და საინტერესო იქნება. ზუსტად ძალიან გაქვს მაგას. რამოდენიმე აგენტი მე თვითონაც გამიკეთებია ესე for fun. ერთი იყო რომ რაღაც სუპირველი მახსოვს დავიწყე იმით რომ ლოკალური უძრავი ქონებების ბაზრის რაღაც კვლევის აგენტები მინდოდა რომ გამეკეთებინა. 3 აგენტი გავაკეთე, რომელიც ერთი მიდიოდა რომელიღაც ქართულ ვებსაიტზე და მოქონდა უძრავი ქონების დატა რაღაც რა მისამართი იყო, რაღაც უბანი, კვადრატული, ფასი, ოთახების რაოდენობა, მოკლედ ყველანაირი ინფორმაცია. და მეორე აგენტი იყო, რომელიც ამ ინფორმაციას რაღაც ბაზაში ინახავდა, ასუფთავებდა კარგად რომ ლამაზად რომ შენახულიყო და რომ შეძლებოდა მესამე აგენტს რომ მარტივად წამოიღო ინფორმაცია ბაზიდან და მესამე აგენტი იყო რაღაც ინვესტორ აგენტი, რომელიც გაძლევდა ისეთ უძრავ ქონებებს, რომელსაც ჰქონდა შედარებით ნაკლები ფასი ბაზრის ღირებულებასთან. ან რომელი საინვესტიციო მოდელი იყო საინტერესო ამ უძრავი ქონებისთვის, რომ მაგალითად გეყიდა და უცბად გადაგეყიდა, თუ გეყიდა და გაგექირავებინა, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ უბანში საშუალო ქირა იმდენად კაია, რომ პირობითად საქართველოში რაღაც დაახლოებით თუ როი არის რაღაც უძრავ ქონებაზე 10 წელი, მან შეიძლება გამოგდიოდეს 8 წელი. და რაღაც საინტერესო აგენტი გამოვიდა, რომელიც მე ვიფიქრე რომ მეთქი უძრავი ქონების რომელიმე კომპანიასთან მივახშევ თავზე მეთქი, მაგრამ მე რაღაც მივხვდი რომ არ მიდოდა დიდად უძრავი ქონების ბიზნესში, მით უმეტეს ტექ ბიზნესში შევსულიყავი და მაგიტომ მაგას დავანებე თავი. გამიკეთებია რაღაც ერთი ის კიდე უფრო დემო ვერსია იყო, რომ dropshipperis მაგალითი, რომ ერთი აგენტი ყავდა, რომელიც Amazon-ზე მიდიოდა და რაღაც პროდუქტს იღებდა, Amazon affiliate-ზე დაურეგისტრირდი და ჩავაბი და იღებდა პროდუქტს. მეორე იყო, რომ კონტენტს წერდა ამ პროდუქტისთვის, რომ რაღაც უფრო გაელამაზებინა და რაღაც პირობითად სარბენი ბოტასი იყო და მაგაზე, რომ როგორ შეიძლება რომ კაი კონტენტი დააგენერო მაგის ირგვლივ. რაღაც მესამე იყო, რომელიც საიტს აწყობდა კონკრეტული რაღაც პროდუქტისთვის. ეს პროდუქტის ინფორმაცია ყველაფერი იდებოდა ამ საიტზე და მეოთხე იყო, რომელიც რაღაც deployment-ს აკეთებდა, განახებდა ამ საიტის გაშვებულს. ნუ მარტივი ინტერფეისით, რა თქმა უნდა, მაგრამ proof of concept-ი არის იმის, რომ თუ ეგ შევძელი და გავაკეთე 3 საათში, 30 საათი რო დავხარჯო, სად შეიძლება რომ მივიდეთ. ანუ რეალურად ბიზნესი შეგიძლია რომ 0-დან 100%-ამდე იმდენად ავტონომიური გახადო, რომ საერთოდ ჩართულობა აღარ იყოს შენი საჭირო. ეხლა წარმოვიდგინე, რომ ეგ იმდენად კარგად გამართული იყოს, რომ მართლა კაი ინტერფეისი აგენერირებდეს და პლუს მაგას რო დავამატოთ, რომ პროდუქტს არჩევდეს თვითონ აგენტი Amazon-ზე, შეგიძლია რომ გაშვებული კონდეს ეს აგენტები და 100% ავტომატიზირებული ბიზნესი გაგიქ რაღაც თვის განმავლობაში შეიძლება 300 საიტი გააკეთოს, SEO keyword-ები ჩასვას კაი, ვიღაცამ გიპონოს და გაყიდო ერთი პროდუქტი და სულ ჯამ შეიძლება დაგეხარჯოს რაღაც $200 ამის გაშვებაში და კარვიც გააკეთო ზემოდან 10x ან 15x მაგას და 0 ჩართულობით. მაგარია ძალიან. ხო, საინტერესო რაღაცებია და ცოტა ის მქონდა, რა ქვია, ინტერესი მქონდა მაგ მიმართულებით AI აგენტები რო გავიგე თავიდან, რომ როგორ შეიძლება ბიზნესის სრული ავტომატიზაცია და შეიძლება, ანუ ბევრი საინტერესო რაღაცი შეიძლება. შეგიძლია რომ event organizer-ი გააკეთო AI აგენტი, რომელიც არ ვიცი, მაგალითად იღებს გარედან შეკვეთებს user-ისგან, რომ უნდა event-ის ორგანიზება საქართველოში, თბილისში,
ამდენ ადამიანზე, რაღაც როგორი გარემო უნდა ამოურჩიოს გარემოდ, გააკეთოს არ ვიცი, დასერჩოს ინტერნეტში სად არის საუკეთესო საკონფერენციო დარბაზები ამ და ამ რაოდენობა ადამიანებზე, გააკეთოს იმეილის მოთხოვნა იმ კონკრეტულ კომპანიაზე, კითხოს რომ ამ და ამ თარიღებში თუ არის თავისუფალი და საბოლოო ჯამში რაღაც შუამავლად იმუშაოს ადამიანსა და საკონფერენციო სივრცეებს შორის და რეალურად ბიზნესი არის. თავიდან ბოლომდე ისეთი გაწყობილი ბიზნესია, სადაც ჩართულობა ნული არის ადამიანის საჭირო. ალბათ თვითონ ეგეც თავისებური ხელოვნება იქნება მომავალში, რომ ეგ სქემები დაიხატოს და იდეურ დონეზე აღიწეროს, სანამ ტექნიკურზე გადავალთ, მაგრამ არ მგონია მაინც ამით რთული იყოს. მან თავარი პრობლემა ჩემი აზრით არის ის, რომ უბრალოდ ბევრ ინსტრუმენტს უნდა იყენებ ფიზიკურად, ანუ თუ რაღაცებს ძალიან მანუალურად აკეთებ და ინსტრუმენტებს არ იყენებ, მე გაგიჭირდება ყველაფერი გააკეთო, ანუ თავარი მაინც ეგ მგონია, რომ ბევრ ინსტრუმენტს უნდა იყენებ და სხვადასხვა საშუალებას, Google-ის ინსტრუმენტებიდან დაწყებული, CRM-ის ინსტრუმენტებით გაგრძელებული და რა ვიცი, ნებისმიერ სადაც არ უნდა მოღვაწეობდეს ადამიანი, ანუ ციფრულ სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებდეს და მე ალბათ უკვე უფრო ადვილი იქნება. გიორგი, ხო შეგიძლია გითხრა რაღაცა აი დაახლოებით ინსტრუმენტებით, მის უფიქრობ ხოლმე, რომ რა სეგმენტი გვიყურებს ჩვენ და გვისმენს და ვცდილობ ხოლმე რომ სულ მივსადაგო იმ სეგმენტს და ზოგჯერ ხან ისე ვფიქრობ, ხან ასე ვფიქრობ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი კონცეფციაც ეგ არის, რომ რაღაცნაირად არა ტექნიკური ხალხი და მაინც აქცენტს მაგაზე ვაკეთებ. აი, საიდან შეიძლება დაიწყოს ის პატარა ნაბიჯები რა არის, აი აგენტებისთვის, რამთავარი ინსტრუმენტები არსებობს, რა მე ვიცი ერთი Zapier-ი, მაგალითად, მე იქი ვიცი, მე ჩემი ხელით არ გამიკეთებია არაფერი სამწუხაროდ, მაგრამ თეორიულ დონეზე და დემო ვერსიები, ასე ვთქვათ, ვიცი. Ზუსტად, Zapier-ი, შემართლე გითხრა მე იქი არ გამომიყენებია არასდროს, Zapier-ს AI ერამდე რამოდენიმეჯერ ვცადე უბრალოდ, იმიტომ ძალიან საინტერესო კონცეფტი იყო რაღაც ინტეგრაციების გადაბმები იყო. ესე პირადად არ დამჭირვები უბრალოდ ინტერესის გამო ვცადე. თუმცა Zapier-იც ხო, ეხა შეგიძლია ჩვეულებრივად გამოიყენო ისე როგორც AI აგენტების ორკესტრატორად და ჩააბა. ხო, თემა ის არის, რომ Zapier-ი მაყურებლისთვისაც რო ვთქვათ, ავტომატიზაციის ინსტრუმენტი იყო ადრე და ავტომატიზაციის ინსტრუმენტად ყველას გამოგვიყენებია, მაგრამ ეხა უკვე გარდაიქმნა, რა თქმა უნდა, ყველაფერში შეაღწია AI-მ და გარდაიქმნა AI აგენტურ ინსტრუმენტად, ასე ვთქვათ. ძალიან ხშირად ხედავ ხოლმე რომ ეს N8N რომელიც არის N8N-ი, ხო, მაგას იყენებენ, თან რაღაც მარტივი ინტერფეისი აქვს, რაღაც drag and drop-ი შეიძლება აიღო, ჩააგდო, გადააბა, გადმოაბა. ეგენი არის ძალიან კაი, ასე ვთქვათ, საწყისი იმისთვის, რომ როგორ უნდა შექმნა AI აგენტები. დღეს რო ვიწყებდე მე და მინდოდეს უბრალოდ, ასე ვთქვათ, ხელი გავისვარო და ვცადო როგორ მუშაობს AI აგენტები. წავიდოდი შევქმნიდი აკაუნტს და ვცდიდი, არ ვიცი, რაღაც ძალიან მარტივის, ყველაზე მარტივი რაღაცის გაკეთებას, რომ არ ვიცი, რაღაც პრომპტს დავწერდი, რომელიც მინდა რომ წავიდეს რაღაც ვებსაიტზე თული, წამოიღოს რაღაც ინფორმაცია, ჩემი კონკრეტული რაღაც ლოგიკები მოარგოს და მომწეს აუთპუტი. ანუ არ არის აუცილებელი რომ წახვიდე რაღაც ძალიან კომპლექსური გააკეთო და იდეალურად ვერ დაიწყებ მაგით, ვერაფერში ვერ იწყებ ეგრე, ხატვასაც რო იწყებ, ჯერ ხაზი თუ არ გაუსვი, ვერ წახვალ და მონალიზას ვერ დახატო. ნაბიჯ, step by step. მოკლედ. რაღაც მარტივით უნდა დაიწყო, ცადო, არ გამოგივა, ისწავლე თუ არ გამოგივიდა, რაც არ ვიტყოდი რომ ალბათ წადი ვიდეოებს უყურე თქვენ თუ არ გჭირდება რა. შენ თვითონ გაერკვევი, იმდენად მარტივი არის რომ რაღაც basics აწყობ. ალბათ საერთოდ არ გჭირდება რომ coding skill-ები კონდეს რომ წახვიდე და AI აგენტი აწყო დღეს იმდენად ბევრი no code tool-ი არის მაგისთვის. თუ მიხვედი იქამდე რომ no code tool-ები შენთვის საკმარისი აღარ არიან, იმდენად ზვირი გიჯდება რომ გინდა შენი AI აგენტი აწყო, ნუ მაშინ ძალიან კაი პოზიციაში ხარ და აიყვანე development team-ი და ისინი გაგიკეთებენ ინფრასტრუქტურას და პრომპტი შენი შექმნილი იქნება დარწმუნებული ვარ. ხო, ალბათ წავიდოდი, მაგას ვცდიდი რაღაც lavables, bolts ვცდიდი უბრალოდ იმიტომ რომ როგორ მუშაობს. Vibe coding ვცდიდი, რაც ძალიან საინტერესო ტრენდი არის. ეხლა აღარ ვიცი რამდენი ტრენდი არის, მაგრამ ძალიან ტრენდი იყო ერთი პერიოდი. ეგეც მაყურებლისთვის, იმიტომ რომ კი, vibe coding-ი არის, როდესაც
ამ AI უბრალოდ კოდ ედიტორს ხსნის, სადაც ეს AI არის ინტეგრირებული, როგორც არის კურსორი და Windsurf-ი, ან ეს რა ქვია, VS Code-ი, მაგრამ ეს ორი არის მთავარი. და პირდაპირ ჩატში ელაპარაკები AI-ს, რომ რა გინდა რომ ააწყო. ხედავ კოდი როგორ გენერირდება, მაგრამ შეგვიძლია რომ საერთოდ ყურადღება არც მიაქციო მით უმეტეს თუ არიცი რაღაც ნიშნავს და თავიდან ბოლომდე ჩათის სახით გაქვს კომუნიკაცია აგენტთან, რომელიც გიწყობს გინდა ვებსაიტს, გინდა ვებ აპლიკაციას, გინდა მობილურ აპლიკაციას, გინდა რაღაც სკრიპტს, რომელიც რაღაც ავტომატიზაციას აკეთებ. ეს იყო მთელი vibe coding-ის აზრი, რომ მთლიანად ჩათით გელაპარაკა კოდთან, ისე როგორც არ შეხებოდი და მაგით რაღაც პროდუქტი გამოგეწერწა, ასე ვთქვათ. საინტერესო მიმართულება მეც რამდენჯერ ვცადე ესე სრულიად vibe coding-ი, მაგრამ ხო, კაია პროტოტიპისთვის ძალიან ცუდი არის კომპლექსური აპლიკაციისთვის რაღაც მომენტს რო გადაცდები. იმიტომ რომ ხო, რაც თქვი რომ ეს კონტექსტი ვერ ეტევა მთლიანი და მერე პრობლემა ხდება რაღაც ისეთი კოდის დაგენერების, რომელიც რაღაც კარგად მუშაობს, ოპტიმიზირებული ასე შემდეგ. იქვე აქვს პროტოტიპის გაშვების ფუნქცია, მე არ ვნახავს. კი, შეგიძლია საერთოდ არ იცოდე როგორ მუშაობს ედიტორი, ჩატში ელაპარაკები ყველაფერს და იქ რაღაც do you want to preview the website? აჭერ რაღაც yes და როგორც Firebase Studio Google-ის თორემ ეს ახალია და available ძალიან სერიოზული რაღაცა. ზუსტად. ხო, vibe coding-ი კიდე რაღაც კვადრატში რო აიყვანო, გამოვიყენებია super whisper-ი არის ეგეთი თული, რომელიც საერთოდ კლავიატურასაც ხელს აღარ აჭერდა ელაპარაკები და ის წერს იმაში რა ქვია, input-ში და ბოლომდე vibe-ებით აწყობ რაღაც პროდუქტებს და ხო, სხვათა შორის, ეხა მე ახალი ტრენდი მგონია, რომ რაღაცა ძალიან გააქტიურდა voice to speech-ი, ანუ რომ რაღაცა დავალებებით, უფრო ვერბალურ კომუნიკაციაზე გადავიდეთ ბეჭდურიდან. კი. იმიტომ რომ თითქმის ყველა მოდელმა გააუმჯობეს, Grok-მაც, Claude-მაც, Gemini-მაც, ანუ ცდილობენ რომ გადავიდნენ მთლიანად მაგაზე. ალბათ ხო, არ ვიცი რისგანაა გამოწეული, ალბათ დროის კუთხითაც და თან რო ელაპარაკები მე მგონი რომ კიდევ უფრო მეტ მიჯაჭვას იწვევს, ალბათ ეგეც არის ფაქტორი. ეგეც თან პლუს რაღაც ხმამაღლა რო აზროვნებ, ხო, არ ვიცი მე ყოველ შემთხვევაში შეგრევა რომ გასაგები არის, უფრო ხვდები საით მიდივარ რაღაც აზრებს რო კარგად ვაყალიბებ ხოლმე უფრო. ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე ChatGPT-ის voice modes, იმიტომ რომ რაღაც voice-ით ვლაპარაკები ხოლმე და ძალიან ბევრჯერ გაცილებით უკეთეს შედეგზე მივსულ ვარ, ვიდრე რაღაც ტექსტური მიწებით. დარწმუნებული ვარ 100% რომ რაღაც მომენტში chat-ის ინტერფეისები სრულიად შეიცვლება voice-ით. მით უმეტეს რაღაც ბოლო ინტერვიუ, რომელიც იყო Sam Altman-ის, ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ რაღაც ტელეფონის მსგავსი device-ების შექმნა უნდათ, სადაც შეიძლება ეკრანი არ იყოს, ან რაღაც მინიმალური ეკრანი იყოს და ხმით გაქვს კომუნიკაცია თავიდან ბოლომდე. იმიტომ რომ ხო, ChatGPT-ც ისეთი არის, რომ რეალურად რომ ვლაპარაკობთ რაღაცას, კონტექსტი იკარგება უკან რაც არის, საბოლოო ჯამში სულ გაინტერესებს ახალი რაც მოდის და ეგ არის რაც ლაპარაკის დროს ხდება რეალურად, მე და შენ ვსაუბრობთ ახლა ბოლოს რაც ხდება, ეგ არის ჩვენთვის უფრო საინტერესო, ვიდრე თავში გადავახვიოთ და იქ მაშინ რა ვილაპარაკეთ. ხო, და მგონია რომ voice-ი აუცილებლად შეცვლის, თან chat-ი ბევრად ნელია voice-თან შედარებით, არ ვიცი, რამდენი რაღაც 120 სიტყვის დაწერა შეუძლია წუთში მგონი ადამიანს, სადაც თუ მეგონი ბევრს ვიძახი კიდე ძალიან. და voice assistant-ი არის, ხო, ერთ-ერთი გზა, სადაც სწავლობთ. chat-ების მიმართულებით აუცილებლად. არ მგონია რომ ყველა მიმართულებით, მაგრამ chat-ს ნამდვილად მგონია რომ შეცვლის აქ. და ალბათ ვიზუალიზაციაც, რაღაცა რობოტი იქნება თუ რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ალბათ შეიძლება გამოვიდეთ საერთოდ კომპიუტერის ინტერფეისიდან, chat-ის ინტერფეისიდან და რაღაცა ტიპი იყოს, რომელსაც ველაპარაკებით და ამ კუთხით ვიურთიერთებთ უკვე ხელოვნურ ინტელექტთან, შეიძლება. ხო, არ ვიცი, შეიძლება საწავლოთ ნახოთ არ ვიცი, მაგრამ დღეს რაც ვიცი, რავი, ძალიან ბევრი chatbot-ები არიან იმდენად გამოყენებადი, ხა რაღაც ერთ-ერთ კონკრეტულ რაღაც AI მოდელს ვიყენებთ ჩვენ და მაგაცაიძე შეგიძლია ნახოთ ტოპ გამოყენებადი აპლიკაციები, რომლებიც იყენებენ ამ large language models და შევედი პირველი სამი ვნახე და იყო რაღაც აზიური
ანიმე ქერექტერები შექმნილი, რომელიც ადამიანები ელაპარაკებიან და ზოგი იყო ცოტა რაღაც girlfriend boyfriend-ის მიმართულებით ელაპარაკები, იმიტომ რომ რაღაც ადამიანები ეთყობა, არ ვიცი, აზიაში კიდე უფრო რაღაც მარტოს უახსნობენ თავს და უნდათ რომ კომუნიკაცია კონდეთ ვიღაცასთან და ამ შემთხვევაში რაღაცასთან აქვთ. იგიც ძალიან საინტერესოა და რაღაც სხვა შორის რაც მინახავს ჩათების large language modelis ჩათების გამოყენებები ძალიან დიდი პროცენტულობა მოდის ფსიქოლოგია და რაღაც რო ელაპარაკები რომ გინდა რომ რაღაც ასე ვთქვათ ცხოვრების ოპერაციული სისტემასავით არის რაღაც დახმარება გაგიწიოს ფსიქოლოგიური და დახმარება გაგიწიოს ხო რაღაც შეაფასო აზრები სადმე გიხარ საინტერესოა იმიტომ რომ რაღაც მომენტებში მე თვითონ შემიშნევია საკუთარი თავი რომ მიმიწერია აი რაღაც დილემა რო გაქვს რომ ორი მიმართულება ახლა რაღაც პროდუქტის მიმართულებით ორი მიმართულებით სადაც უნდა წახვიდე და რა თითქოს რო წერ ამ ყველაფერს pro and con-ებს ყველაფერს მე ანალიზში გეხმარება და ხო არ ვიცი რამდენად კაი პასუხი მომცა და საწავედი არ ვიცი მაგრამ ნუ რაღაცაში დამეხმარა და თითქოს შეგრძნება მქონდა მაგის რომ რაღაც ვიღაცამ გაგიმაგრა ზურგი კაი ფიდბექით არ ვიცი საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ გიორგი მინდა რომ მეც და ჩვენს მაყურებელსაც მოგვიყვე შენი სტარტაპის შესახებ ცოტა დროა დაგვრჩა და მე კი რაღაცები ვიცი, მაგრამ ბოლომდე არ ვიცი რაღაცები და ძალიან საინტერესოა და სიამოვნებით მოგისმენთ. კი ბატონო. მოკლედ ჩვენი სტარტაპი არის Prompt Run. მე და ჩემი Prompt Run-ის co-founder-ი ლევან თავაძე მუშაობთ ამ პროექტზე და იდეა დაგვებადა თავიდან რომ გვინდოდა გაგვეკეთებინა რაღაც ჩათის ინტერფეისი, ბევრი სხვადასხვა AI მოდელებიც, სადაც შეგეძლო რომ გაგეტესტა პრომპტები სხვადასხვა მოდელებით. მაგრამ რაღაც მომენტში მე მივხვდით, რომ ხო, ნუ ჩათი ბევრი აკეთებს ჩათს, არა ძალიან დიდი კონკურენცია მან და არ ვიცი, ჩვენ თვითონ რამდენად გვაინტერესებდა რაღაც ჩათის მიმართულება. მან მივხვდით, რომ იდეაში პრომპტი არის commodity, ანუ რაღაც ღირებული, ანუ პრომპტ შევხედეთ როგორც კოდს და ცოტა ანალოგია წამოვიღეთ, რომ რაღაც პრომპტი დაახლოებით რაღაც 90-იანების ბოლოს 2000-იანების დასაწყისში იყო ისეთი რაღაც, რომ შენ რაღაც კოდი გჭირდებოდა, მე შენ გიგზავნი რაღაც zip ფაილით პირობითად და შენი წერდი და მე მაგაზე ვკარგავდი ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას, იმიტომ რომ შენ ქონდა უკვე ეს და რაღაც მარტო ის ფუნქციონალი არ იყო, რომ გამოგეყენებინა კონკრეტული რაღაც ნაწილი ჩემი კოდის, ანუ software as a service. რაღაც ავით მაგმართულებით რომ ვიფიქრეთ რომ prompt as a service საინტერესო რაღაც იქნება და რომ რაც იდეაში lovable რაც არის prompt as a service არის უბრალოდ რაღაც შეფუთულია კარგი ინტერფეისში მაგრამ რეალურად prompt-ს ვიყენებთ ანუ prompt იღებს მან თლიანი ფული რაც $20 ვიხდით თუ რაღაც თვეში მინიმუმ წავით რაღაც მაგმართულებით და ვიფიქრეთ რომ რატო არა რომ prompt-ების marketplace-ი ვიყოთ იმიტომ რომ prompt-ების marketplace-ი არსებობს დღეს თუმცა რამდენიმე 3 თუ 4 არის იდეან ისე რომ რაღაც პრომპტს იწერ, რაღაც $5 გადაიხდი პრომპტს იწერ და კარგავ მაგაზე ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას. თან მან ცუდი ინსენტივაა ის რომ პრომპტის დეველოპერს რაღაც არ აქვს ის ინსენტივა რომ გააუმჯობესოს ეს პრომპტი და კიდევ უფრო უკეთესი აუთპუტი მოგცეს, იმიტომ შენ გადაიხადე $5 და აღარ აინტერესებს. კიდევ ვიღაცას უნდა მოძებნოს, ვინც $5 გადაუხდის. ჩვენ გვინდა რომ ეგეთ რაღაც გავაკეთოთ, რომ გვინდა რომ ცოტა რაღაც სოციალური ფიჩერები რაღაც აი GitHub-ის მსგავსი, ნუ რა თქმა უნდა გაცილებით მარტივი ფიდი კონდეს, სადაც შეგეძლება რომ შენი პრომპტი დაწერო, public-ი, რომელიც ღია იქნება კონტენტი პრომპტის, ან მეორე რაღაც პრემიუმ ვერსია გექნება, სადაც შენ რეალურად პრომპტს მალავ და უბრალოდ თხოვ user-ს რომ გადმოგცეს რამოდენიმე პარამეტრი იმისთვის რომ რაღაც output-ი მიიღონ. პირობითად რაღაც როგორ დავაგენეროთ ბიზნეს გეგმა, მაგის ძალიან კაი პრომპტი გაქვს, ან რაღაც როგორ გამართო პოდკასტი ნულიდან. გამოცდილება გაქვს ახლა მაგისი, გაცილებით მეტი ვიდრე მე, იმიტომ რომ პოდკასტი არ გამემართია. და სიამოვნებით მოვისმენდი შენ აზრს და ერთი ვარიანტი მაქვს რომ მოვიდე შენთან პირდაპირ კითხო, მაგრამ თუ არ გიცნობ და შენ ჩემთვის ავტორიტეტი ხარ, იმიტომ რომ გამართული გაქვს პოდკასტი რომ უნახო ეგეთი პრომპტი შემოვალ და უნახავ და ჩავწერო მაგალითად ამ თემაზე მინდა, არ ვიცი YouTube-ზე მინდა თუ სხვა პლატფორმაზე მინდა, როგორ მინდა მარკეტინგი, რაღაც რა გზა უნდა აურჩიო, ასე შემდეგ რაღაცებს შევოსებ და ვაგენერებ და რეალურად აუთპუტს. ამ კითხვებზე პასუხს ანუ შენ გამოცდილებას ასე ვთქვათ პრომპტად ჩამოვაყალიბებ, ჩადებ
და ისე რომ მაგას ეგ დაკეტილი იქნება, ასე ვთქვათ, user-ისთვის ვერ ნახავს, თუმცა შეუძლია რომ რამოდენიმე რაღაც პარამეტრი გადაცეს, როგორც იქნება რაღაც ტოპიკი, იმის რა ქვია, პოდკასტის არ ვიცი, აუდიენცია ვინ არის და შენი გამოცდილება რაც იქნება პრომპტში დაწერილი, იქიდან გამომდინარე მიცემს suggestion-ებს, ასე ვთქვათ, რა მიმართულებით შეუძლია რომ წავიდეს. ეგ გვაქვს ერთი რაც სუფთა ექსპერიმენტალური გზა არის, რაც უნდა ვნახოთ, ძალიან მაინტერესებს იმუშავებს თუ არ იმუშავებს და user-ებს, ზოგადად მომხმარებლებს რა როგორ გამოიყენებენ და რა მიმართულებას მიცემენ, პლუს არც ჩვენ თვითონაც არ ვიცით ზუსტად სად შეიძლება წაგვიყვანოს და მაგას ძალიან კარგად ვნახავთ ალბათ ყველანი ერთად როცა გავუშვებით. პლუს ხო გვექნება რაღაც დაახლოებით 400-მდე სხვადასხვა large language მოდელი ინტეგრირებული, ზოგი უпростоრად საკმაოდ ბევრი უფასო მოდელი ამ დავალებას იქვე რომ მივიღებ, იქვე გამოვიყენებ, იქვე გამოიყენებ. და პლუს გექნება რაღაც playground-ი, სადაც შეგიძლია რომ ეს პრომპტი დაწერო, შეინახო, მე ეს პრომპტი, რა ვიცი, შეიძლება ბევრჯერ გამოიყენო, პირობითად გქონდეს პრომპტი, რომ გინდა რომ რაღაც outreach message-ები მიწერო ვიღაც ადამიანებს, ვინც გინდა რომ პირობითად პოდკასტზე მოიწვიო. და ყოველ ჯერზე იმის მოგევთ რომ ხელი წერო, ან რაღაც template-ი გქონდეს, რომელსაც აკოპირებ და აფეისტებ ყველასთან ერთად და ცუდ ტონად რო არ ჩაგეთვალო, შეგიძლია რომ პირდაპირ შენი გამზადებული პრომპტი გქონდეს, სადაც შეცვლი სახელგვარს, ეს წავა ინტერნეტში მოძებნის ის ვინ არის, დაგიბრუნებს outputs, როდის გინდა რომ მიიწვიო და დაგიგენერირებს მაგალითად outputs მთლიან, სადაც უნდა მიწერო შენ სტილში ზუსტად. ამას დააკოპირებ და მაგალითად მიწერ LinkedIn-ზე ან email-ზე და მიუვა. რაღაც შენ თვითონაც გექნება ბევრი თულები. ამასთან ერთად გვინდა რომ რაღაც B2B მიმართულებითაც წავიდეთ, კომპანიებს დავეხმაროთ AI-ის ინტეგრაციაში. მათ გვაქვს საინტერესო მიმართულება, იმიტომ რომ ერთი იქნება ბევრ მოდელზე წვდომა, აუდიტები, ერთი playground-ი სადაც შეიძლება თუ ორგანიზაციას რომ თლიან პრომპტზე იმუშაონ, იმიტომ რომ დღეს ძალიან არასტრუქტურული გზა არის, რომელიც რაღაც ფაილად უნდა გქონდეს და ვიღაც რაღაც შეცვლილზე შეიძლება მთლიანი პროდუქტი გაგიფუშტეს. ეხლა წარმოიდგინე რომ რაღაც junior developer-მა ან ინტერნმა Lovable-ში system prompt-ი შეცვალა და ჩამოანგრია თავზე მთელი სისტემა ჩამოშალა. ხო. მაგ მიმართულებით, რაც შეეხება ხო პრემიუმ პრომპტებს, ხო პრემიუმ პრომპტები ვინდა რომ ფასიანი იყოს, რომ შენ როგორც პრომპტის შემქმნელს შეგეძლოს რომ ფასი დაადო შენ პრომპტის გამოძახებას. ნუ პირობითად თქვათ რაღაც 30 ცენტი ან 5 დოლარი. ეს პრომპტი მრავალჯერადი იქნება. ეს პრომპტი მრავალჯერადი არის, კონტენტი არ ჩანს, რაც თქვით, რეალურად არის რომ ეს ცვლადები გვაქვს მანდ, რომ აი პირობითად ძალიან მარტივი პრომპტის მაგალითად რომ მოვიყვანო, შეიძლება აი სუპერ მარტივის არის ეგ რომ დამიგენერირე 500 სიტყვიანი ესე თემაზე და თემა მაგ შემთხვევაში არის ის, რაც გინდა რომ user-მა გადმოგცეს. თემა შეიძლება იყოს, არ ვიცი, ანთროპოლოგია, ისტორია, არ ვიცი, ნებისმიერი თემა. კონტენტი დამალულია და უბრალოდ user-ს უჩანს თემა. თემა რაც საინტერესებს იმ თემას ჩაწერს, აირჩევს მოდელს, იქნება იქ რაღაც შენი მითითებული მოდელი, რომლითაც შენ გატესტე და შენ რეკომენდაციას აძლევ, თუმცა user-ს შეუძლია სხვა მოდელიც აირჩიოს, გამოიცახებს და მიიღებს პასუხს. პასუხს თვითონ დავალებას არა. არა, პასუხს მიიღებს პირდაპირ. მეთქი დავალებასაც მიიღებ. ანუ პირდაპირ პასუხს იღებს. პირდაპირ პასუხს იღებს ინფორმაციით. ნუ რაღაც კი, იმიტომ რომ უფიქრობდი უცებ რომ ანუ თუ დავალებასაც მიიღებს, მაშინ მრავალჯერადი როგორ შეიძლება რომ გასცეს ადამიანმა და სხვამაც გამოიყენოს სიტყვაზე და აღარ იყიდოს. მარტო ასე ვთქვათ რეზულტატი იქნება პრომპტიდან რეალური პრომპტი რა იმალება უკან, მაგას ეს პირდაპირ ვერ ხედავს ლოგიკურია, კი. ზუსტად იგივე მაგალითია რომ შევხედოთ აი Lovable-ი, წერ რომ მინდა, არ ვიცი, საიტი გამიკეთე Twitter-ის კლონი პირობითად და მაძლევს აუთი ამ შემთხვევაში ანუ რაც დააგენერირა არის რაღაც აპლიკაცია. ზუსტად იგივე შეგვიძლია ვიფიქროთ აქ რაღაც მიკრო აპლიკაციების სახით, რომ მე რაღაცის ძალიან კონკრეტული ცოდნა მაქვს, მინდა რომ ჩემი ცოდნა გავყიდო. ერთი ვარიანტი მაქვს, რომ ავდგე და კონსულტაცია, რაც ნუ ბევრად რთული არის და ბევრად ძვირი ჯდება, ან მეორე ვარიანტია, რომ შენი ცოდნა ჩამოწერო პრომპტში, რაც ძალიან სპეციფიური ნიშური და დადო პრემიუმად და პრემიუმად შეგიძლია გაყიდო და არ ვიცი მე თუ მაინტერესებს შემოვიდე, ვიყიდო, დაგილაიქო, კომენტარი დაგიწერო,
გინდა კრიტიკული და გინდა პოზიტიური პლუს კომენტარზე გამოვაჩინო რაღაც რამდენჯერმე გამოძახებული თუ რაღაც 200-ჯერმე გამოძახებული და კრიტიკული დაგიწერეს, იგი ჩემი კომენტარი უფრო წონადი არის, ვიდრე ვიღაცამ ერთხელ გამოიძახა და პოზიტიური კომენტარი დაგიწერა. რაღაც იმ სოციალურ მედიაზეც მუშაობთ, არ ვიცი, იმდენად ახალია რეალურად არ არის ეგ მარკეტზე, რაღაც ძალიან შუაში ვდგავართ. ზოგადად დავალებებისა მომავალი, პრომპტებისა მომავალი, ანუ ეგ მნიშვნელოვანი ფუნქცია კი არა, რა ყველაფერი მთელი ღერძი ალბათ მომავალში უკვე არის და მომავალშიც ეგ იქნება და შესაძლოა რაც ყველაფერი რაც პრომპტებს უკავშირდება, ჩემი აზრით წარმატებისთვისაა განწირული, რაც კარგი გაგებით. ნახავთ, იმიტომ რომ აქეთ მხარ ეს Reddit სერიოზული მოხმარებელი ვიყავ ბოლო პერიოდში რაღაც კონტენტს წერდი ხოლმე და საკმაოდ ბევრი წაკითხები მქონდა პოსტებს რაღაც მილიონს გავწვდით თუ რაღაც სამ კვირაში პოსტებით. და ვხედავდი რომ რაც ერთ-ერთი საბრედიტი არის prompt engineering და რაღაც 500,000 მომხმარებელი ყავს და ყოველდღიან პრომპტებს აშერებდნენ არ ვიცი არარეალური რაოდენობით და ყველა საინტერესებო სხვა რა პრომპტი აქვს და აი ის რა პრომპტს წერს და ჩემ პრომპტი შემიფასეთ და ცოტა მივხვდი რომ მან რეალურად სოციალური ნაწილი იყო მან საჭირო რომელიც უნდა წამოგვეწია და კავშირდება ყველაფერს ერთმანეთს. სოციალური პლუსი კითხარეს ის არის რომ პრომპტი არ უნდა იყოს პრომპტში ძალიან დიდ დროს ხარჯავთ რომ დავწეროთ კაი პრომპტი. მე იმ პრომპტზე არ გულისხმობ რომ ChatGPT-ს მივწერო რომ generate a prompt how to create a game design ან mini game. ისეთი პრომპტი რომელიც არ ვიცი 10 წელი მაქვს გამოცდილება ფინანსებში და ზუსტად ვიცი რაღაც კონკრეტული ფინანსური დოკუმენტი როგორ დავაგენერო და ვიცი რომ ეს ფორმატი არის ძალიან კარგი. შემიძლია დავждე, დავწერო, გამომზადო და ჩემი ცოდნის და გამოცდილება გავყიდო ისე რომ რაღაც ტექნიკური ცოდნა არ მქონდეს. და აი ვიღაცა რო იტყვის კიდე რომ აი AI-ით თურმე ძალიან მარტივია ყველაფერი და აი რაღაცა მისცემ და არაფერს არ ვაკეთებთ სიტყვაზე და რაღაცა ეგრე არ არის. ის როგორც ახსენე, ის 10 წლიანი გამოცდილება ზუსტადაც რო გადამწყვეტია რომ ზუსტი ანალიზი ჩადო და ზუსტად მოითხოვო რა გინდა. უბრალოდ გიმარტივებს იმ საქმეს შავ სამუშაოს, ასე ვთქვათ და აკეთებს შენ მაგრამ თორე შენი გამოცდილებაც საჭიროა, შენი ძალისხმევაც საჭიროა და შენი ჩართულობაც და ყველანაირი აბსოლუტურად. ძალიან საინტერესო იყო გიორგი. წარმატებები მინდა კიდევ ერთხელ გისურვო, ძალიან დიდი დარწმუნებული ვარ ყველაფერი იდეალურად იქნება და ყველაფერი გამოგივა. პირობა მოგვეცი რომ მომავალშიც როცა წარმატებას მიაღწევ კიდევ ერთხელ გესტუმრებით ჩვენს პოდკასტს. მაყურებელს მინდა მივმართო არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა თუ გაინტერესებთ იაქტიურეთ გუკავშირით ველი ყველანაირი გუკავშირს ყველანაირი საშუალებით აქტიურად ვართ წარმოდგენილი უკვე YouTube-ზე პოდკასტებთ შორტებსაც ვწევთ ანუ მოკლე ვიდეოებს TikTok-ზე აქტიურად ვართ ძალიან ჩართულები LinkedIn-ზე, Instagram-ზეც უკვე, Facebook-ზე ჯერ არა, თუმცა მოკლედ ვცდილობთ რომ ყველა არხზე რაღაცა მხრივ იყოთ წარმოდგენილი LinkedIn-ზე ძალიან საინტერესო პოსტებს ვაზიარებთ, რომ იქაც რაღაცა სარგებელი შევქნათ თქვენთვის და რაღაცა საინტერესო იყოს ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით მომდევნო ეპიზოდამდე.